მარტის გავიარეთ და მოდი ვნახოთ გავლილი თვის სიახლეები. MacBook Neo გამოვიდა, ყველა დროის ყველაზე დაბალფასიანი Mac-ი. საინტერესო ისაა, რომ iPhone 16 Pro-ს ჩიპსეტზე, i18 Pro-ზე მუშაობს. ჩემი პირადი აზრით, სტანდარტულ iPhone 17-თან ერთად ეს არის ბოლო წლებში Apple-ის საუკეთესო მოწყობილობა, რაც კი გამოუშვეს. ძალიან შოკია და მაგით. 6 წლის შემდეგ Apple-მა გამოუშვა AirPods Max 2, რომელსაც ახალი ჩიპი აქვს უკეთესი ხმის დახრობით, თანაც დამატებული აქვს ის ფუნქციები, რაც არ ქონდა პირველ თაობას და აქვს მაგალითად AirPods Pro 3-ს. ალბათ უკვე გაიგებდით, რომ Android-დან უკვე შეგიძლიათ AirDrop-ი Apple-ის მოწყობილობებზე. კონკრეტულად Pixel 10-დან შეგეძლოთ ეგ, ხო და ბოლო განახლებით უკვე S26 Ultra-საც შეუძლია AirDrop-ი, როდესაც Quick Share-ს გამოიყენებთ. ამასობაში OpenAI-ი თავისი AI ვიდეო შემქმნელი პლატფორმა Sora დააკენსელა და Disney-ისთან გაფორმებული 1 მილიარდიანი კონტრაქტიც შეწყვიტა. Nvidia-მ თავის ტექ კონფერენციაზე წარადგინა ახალი AI კომპიუტერული არქიტექტურა Vera Rubin-ი, რომელიც ხარჯებს შეამცირებს კომპანიებისთვის და ციდან ორკვებსაც მოწყვეტს თუ დაჭირდა. Zoom-ის სიახლეები. თუ გამოგრჩათ, Zoom-ის საიტსა და ფილიალებში ახალ ტექნიკას შეხვდებით, Vivo X300 Pro-ს, Xiaomi-ის სკუტერების მე-6 თაობას და 6 Ultra-საც კი. ასევე Apple-ის AirTag ხომ გვაქვს, ისევე როგორც Samsung-ის Smart Tag-ი. ახლა Xiaomi-ის tag-ებსაც შეხვდებით ჩვენთან. ბოლოს კი კლიპში საუდიო სისტემაც დაგვემატა, მაინც რომ იცოდეთ. რომელმა სიახლემ გაგაოცოთ ყველაზე მეტად დაგვიწერეთ კომენტარებში, არხიც გამოიწერეთ აუცილებლად და შემდეგ შეხვდრამდე დაგემშვიდობებით. ნახვამდის!